მოგესალმებით მეგობრებო. სომხეთიდან. მე ჩემი ძმა გარეძეს. ჩვენს მეუღლებთან ერთად მივდივართ სევანის ტბაზე. ძალიან ხშირი ნადირობებიდან გამომდინარე, აგვიჩამდნენ გოგოები და გვიტყრეს რომ Camera ahead, speed limit 60. წავსულიყავით ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, სომხეთში და გადავწყვეტ დავაგემოვნოთ სევანის იშხანი. და მათი ტრადიციული იმერული ხაჭაპური. და ტოლმა. ხო, ამასინაც რამოდენიმე მახსენა რომ შენ ძმა სად დაიკარგაო, სად არის, რატო აღარ ნადირობსო? აგერ არის. იცადავარ. პაპა მერა ხელი არა. ხელი ტკივა და მაგიტომაც ვეღარ ნადირობს. გოგოებო, განწყობა როგორი გაქვთ? საუკეთესო. ძალიან კარგი. აი ეს მარტივად საახალწლო დღეებია და განსატვირთად, რადგან ქალაქი გადაჭედილია და მოძრაობა ფაქტობრივად შეუძლებელია. გადავწყვეტეთ რომ გავსულიყავით ქვეყნის გარეთ. იქ სადაც მოძრაობა არ არის. ხო. გავატარეთ ავტომობილს სტრახოვნა, ხო ეს დაზღვევა. ასევე შევიცინეთ სომხური ნომერი, რომ ტელეფონზე ყოველთვის იყოთ ხაზზე და დაუკავშირეთ ჩვენს მეგობრებს საქართველოში. ერთი ღამე დავჭირით აქ და აბა ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. თუ მოიცადეთ ჩვენი სომეხი მეგობრები შემოგვეცდებიან. აბა წავედით. აგვაჩერა ეხა პოლიციამ. გადაგვამოწევენ და წავლენ. ხელი რა თქმა უნდა. დავაგრძელებ გზას. ძალიან კარგი ამინდი დაგვდა, მინდა გითხრათ. თავშევით უკვე სევანის ტბაზე. 10 კილომეტრი დაგვჭა სევანის ტბამდე. როგორ გზავნობ დავით? შენ როგორ გზავნობ? მე კარგად. ვატარებ. გოგოებო, მოგწონთ სომხეთი. ეხა გემრიელი საჭმელები დაგვხდება და კარგად გამოვიყვებებით. ცოტა დავლიოთ. მოგეთ ამინდი გვაქვს ესეთი. ჩვენ ვიყურებთ ფიში. ესეთი. რაც განწყობას ბუშ შევიდო ფიში. დათო 5 ლაიქზე თაბაშირიან ხელს ჩაიგდებს. განწყობას ამაღლებს ესეთი ამინდი. მithumetes მანქანაც ხელს უწყობს დათოს ჯეკლას სიტუაცია წარმოუდგენელები. და დანარჩენი ვნახოთ. თოვლი კარგია, უხდება ზამთარს. ჩამოვედით მარიკუნა. მაგარია. მოგეწონა ხო? აი ერთ-ერთ კარგ რესტორანში უზარმაზარი რესტორანია, კარგი შეფასებით. აქ ვართ ნამყოფები მე, ვაჟა და გიორგი. სხვათა შორის ძალიან გემრიელი სამზარეულო ჰქონდათ და ეხლა გადავწყვეტე რომ ჩემს ძმასთან და ჩვენს მეუღლებთან ერთად ჩამოსულიყავით და დავაგემოვნებინეთ მოკლედ აქაურ დელიკატესებს. ძალიან ლამაზია ზამთარში სევანი. თოვლი ძალიან უხდება აქაურობას.
ბუთში მოგვიტანეს აი ესეთი სანამ მოვა მთავარი კერძები, გავხურდებით. მეგობრებო, როგორ გძნობთ თავს? თამთუ. პირველი შთაბეჭდილება სევანზე. ძალიან კარგია. ნუ ახლა ლუდით ვერ გავუცდებით. ლუდით დიდად ვერ გავუცდებით. ქართულიც მიაჯობია, მაგრამ გამოვარჯოს, კარგად ვიყოთ ჩვენ ჩამოსვლას და აკაურობის დახვედრას გამოვარჯოს. წვადი ძალიან გევრიელი იყო. დავით, როგორ შეაფასებდი წვადს? ფანტასტიკო. აი, ხა მოვიდა მთავარი კერძი, ეს არის სევანის ტბის იშხანი. წვადად მომზადებული. აბა, დავერდოთ. აი, მოხსენი და საგაფიეს მიზარი. ის მაგალითაცებია იჭრები. აი, დიპლომატიო შეხა, სულვასი გადავწერა. ესე იგი, ფასები 46850 ამათი ფული. გამოვიდა 350 ლარი. მე მგონი მისაღები ფასები იყო ნამდვილად. დავუწეროთ 5 ვარსკვლავი ამ რესტორანს და გავაგზავნებთ გზას ერევნისკენ. აბა წავედით. დავიძარით რესტორნიდან. კარგი იყო. სევანის ტბა. ზამთარში თოვლიანი ძალიან ლამაზია. ფრთხილად. ხო. აი ჩვენი ტრანსპორტი ყველგან მოვალი. აი ესე. გამოიყურება. წავალთ ახლა ერევანში და ცოტას გავერთობით. ეხლა ვართ ჩვენ ერევნის ცენტრში. ჩემი ძმა და მეგობარი არგიშტი არის ჩემთან ერთად. არგიშტ? Жан. Аджан. Как поживаете? Как ты, мой друг? Очень приятно мне, что вы в Армении. Очень приятно здесь, в Ереване, принять вас. Не знаю, что можно здесь посмотреть, что можно всем вам показать. Я готов все это сделать, так что, не знаю, я очень рад, что ты с нами. Я очень рад, что вы наши семьи на месте. Да, я тоже очень рад, что мы со семьями все это организовали. Да. Сегодня будет все хорошо. Конечно, обязательно. Подпишитесь на канал Аргишта. Ай, ყველანი ერთად ვართ. Пацукацакარი ჩვენთან ერთად. Привет. Კარგი, აკიკეთი, კარგი. წავალთ ახლა. არგიშტმა თქვა, რომ ერთი კარგი რესტორანი იცის, სადაც ამზადებენ ტრადიციულ გემრიელ საჭმელებს. ტოლმა ბუზით. Это грузинский форма. Тогда армянский джингали тоже будет. Все будет вместе. Вот. Ак სომხური თოვლის ბაბუებიც არიან. აი. სომხური თოვლის ბაბუები. Photo please. ნუ ერთიანობაში ძალიან ლამაზია, მინდა გითხრათ და ვიტყოდი იმას, რომ დიდად სომხეთით ვერ მოიხიბლებით, გარეუბნებით და ასე შემდეგ, მაგრამ იცით მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ლამაზია კონკრეტულად ეს ადგილი ყოველ შემთხვევაში ახალ წელს. კარგია. ზამთარი უხდება აქაურობას. ეხლა შემოვიდით ერთ-ერთ რესტორანში, სახელია კავკასკაია. აი, კავკასიელი ყვითალი. ხო? და დათომ ნახა თავისი ადგილი. ფოტოს გადავიღეთ. აი, დათო თავის ბრილიანტის ხელთან ერთად. ძალიან ლამაზი ადგილია, უნდა გითხრათ, კარგად გაფორმებული, მოწესრიგებული, კულტურული საზოგადოება მოძრაობს და ჩვენც ვივახშმებთ ამ საღამოს და დავბრუნდებით ისევ სევანის ტბაზე.
ვა, ტიგრა. Совсем без жены, гораздо лучше с любой стороны. შვენიერი საღამო გამოგვივიდა, დავით რა სიტყვი? ია. ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც საჭირო იყო. დავლიეთ, ჩვენს მეგობრებთან ერთად ვიყავით. ჩვენს მეგობრებთან ერთად ვიყავით. И потом завтра увидимся, брат. Да, завтра обязательно увидимся уже в магазине, да. В магазине, да. Аргის აქვს მაღაზია ერევანში, სანადირო სათესაო მაღაზია და აუცილებლად უეჭველად მივალ, ისე არ წავალ საქართველოში, რო არ ვნახო მისი მაღაზია და მოკლედ მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ გამოიწეროთ ჩემი ძმა და მეგობრის არგიშტის YouTube არხი, რომელიც არის ერევნიდან, არის ძალიან მაგარი მონადირე და ძალიან ხშირად ვინადირებთ, მოკლედ ერთად. Завтра увидимся, брат. Все, братчик. Спасибо за все. Спасибо тебе, брат. Не за что, Это брат, не было за круто. что. Это было круто, брат. Все. До завтра. Აბა, ყველამდე. ესეც მეორე დღე. ძალიან კარგი დილა გათენდა თოვლიანი, მაგრამ გუშინ უკეთესი თოვლი იყო, უფრო დიდი იყო დედაქალაქში. ხო, დღეს უკვე გუნდა აღარ გეცდება. ეხლა ვარ ჩვენ ტავერნა ერევანში. და შევუკვეთეთ ათაური ტრადიციული გერუელი საჭმელები. დღეს დავამატეთ ტოლმის გარეშე არ წავალთ აქედან. შემდეგ გადავალთ არგიშტის მაღაზიაში, აუცილებლად რომ მოვინახულო მისი მაღაზია ისე არ წავალ საქართველოში და გავუყვებით უკვე თბილისისკენ გზას. აბა ნახოთ ახლა რა შევუკვეთეთ, როგორც მოიტანენ. დავიოდოთ. მაგაჩია საქმე. Армянский настоящий толма. აქ უნდა გავსინჯოთ ეს აუცილებლად. ხო, კლასიკური толма, მენიუში ესე იყო. ვინ რო ამას კარტოფილი აქვს? გითხრა, უნდა მოსულიყო გითხრა. აი საკმაოდ დიდი რაოდენობის პორციები ქონდა აღებული. ფაქტობრივად ვერ მივირთით ბოლომდე. 35,000 დრამი დაგვიჯდა სადღაც 280, 300 ლარამდე მაქსიმუმ რა. 4 ადამიანი თავისუფლად შეჭავთ სომხეთში 300 ლარად. საქართველოს ფასებთან შედარებით დაახლოებით 30% იაფი არის სომხური სამზარეულო. კარგია, ეხლა წავიდეთ არგიშტის მაღაზიაში. მოვედით ჩვენთვის მაღაზიაში. დავით, მე მგონი კარგი ვარიანტია. საკმაოდ კარგი არჩევანი აქვს. სათევზაო, სანადირო. ეგეც დათვის ყავით გალავაზებულია. შეგებივა საკიდებად. ო, ძალიან კარგად და გემოვნებიანად აქვს გაკეთებული. მაღაზია, მინდა გითხრათ, აქ აქვს სტარტოკები. აქაც ფიტულები აქვს. გაკეთებული, თავისი მონადირებული. მალე ექნება ლიცენზია იარაღის, ასევე ვაზნების გაყიდვის უფლებას მისცემს სახელმწიფო და წარმატებები უსურვოთ ჩვენ ძმას, აი, საკმაოდ ისეთი დიდი და საინტერესო მოწყობილი მაღაზია. ყოჩაღარვის რა. ბრავო, ძალიან მომეწონა და თვითონ მაღაზია მდებარეობს ერთ-ერთ მოლში. ესეთი დიდი მოლია, სადაც ავტომობილებიც იყიდება. ძირითადად სიტყვა მოძრაობს კაცებზე გათვლილი მოლი არის რა. ძირითადად აქ ინსტრუმენტები, ავტომობილები, ტექნიკა. ეს გავსი რაღაცები იყიდება. აი გვერდით არის ტოტალის მაღაზია. თავისი ლოგო. ეს თვითონ დახატა. ეს ძად უნანი
ჟინებსაც რომ ნადირობს. ძალიან მომწონს, მოკლედ ძალიან კარგად გაკეთებული მაღაზია აქვს, არის ხოჩართლო. წარმატებები удачи мой друг. Здравствуйте, дорогие друзья из Грузии. Значит, мы сейчас находимся в магазине «Армянский охотник». Это в Ереване, в гараж-моле, Мазманян 1 адрес. Сейчас, на данный момент, наш ассортимент такой. Пневматические пистолеты, пневматические винтовки и еще стартовые пистолеты. Самый большой ассортимент в Армении это на 100%. Через примерно месяц у нас уже будет и гладкоствольное оружие, и нарезное оружие. Будем расширяться. У нас уже есть лицензия, все это оформлено. Так что приходите к нам, мы рады будем встретить вам здесь. Там, если вам будет надо патроны, консультация, пистолеты и все остальное, значит, для пневматических и стартовых оружий вообще лицензия не надо. Так что, если вы даже граждане других республик, вы можете свободно покупать в Армении все это. Так что приезжайте к нам в Армению, в Ереван, в Мазманян 1, магазин «Армянский охотник». Ай, Ворсов.